მე გახლავართ ნინო ინასარიძე, პროფესიით ბიოლოგი. ამჟამად ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტად საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტზე მოქმედი გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის პოზიციაზე. ბიოტექნოლოგია არის ცოცხალი ორგანიზმების და ან მათ მიერ ნაწარმოები პროდუქციის გამოყენება ადამიანისა და გარემოს სასიკეთოდ. შეხება გვაქვს ბიოტექნოლოგიური პროდუქტებთან დაწყებული ფარმაცევტული ბიოტექნოლოგიური ტექნოლოგიებით, ბიოტექნოლოგიებით გამოყენებით დამზადებული წამლებით, დამთავრებული ღვინით, პურით, საკვებით და ასე შემდეგ. ბიოტექნოლოგიას რამდენიმე მსხვილი მიმართულება შეიძლება გამოვყოთ. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ალბათ ესეთი საფუძვლიანი ეს არის მიკრობული ბიოტექნოლოგიები. თუმცა აქვე შემიძლია ვთქვა, რომ მიკრობული ბიოტექნოლოგია უკვე თავისთავად არის პირდაპირ დაკავშირებული და გამოყენებული სამედიცინო ბიოტექნოლოგიასთან, რომელიც გულისხმობს სწორედ ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებას ცოცხალი ორგანიზმების გამოყენებით, რომელიც ხელს უწყობს ერთ მხრივ მდგრადი და რეზისტენტული ორგანიზმების მიღებას და განვითარებას და მეორე მხრივ დაავადებების და არსებული პრობლემების გადაწყვეტას. ეს უკვე შეიძლება ვთქვათ ჯანდაცვის ბიოტექნოლოგიის მიმართულება. ძალიან მნიშვნელოვანი აგრარული ბიოტექნოლოგიის მიმართულება, რომელიც გულისხმობს ასევე რამდენიმე მიმართულებას, ვთქვათ იგივე გენეტიკური ინჟინერიის გზით მიღებული ისეთი მცენარეული ჯიშების გამოყვანა, რომელიც ვთქვათ რეზისტენტული ამა თუ იმ დაავადებების მიმართ. ბიოტექნოლოგიის მიმართულებიდან ყველაზე ერთ-ერთი მზარდი განვითარებადი და მნიშვნელოვანი არის საკვები პროდუქტების ბიოტექნოლოგია. აღნიშნული ტექნოლოგიები ემსახურება რეალურად სხვადასხვა სასურსათო მეცნიერებებში ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც საშუალებას მოგცეს ახალი საკვები პროდუქტების შექმნას, ახალი არომატების, ახალი ეგრეთ ვთქვათ ჯანსაღი საკვების შექმნას, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის იქნება უფრო სასარგებლო. იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ დაეუფლოთ ბიოტექნოლოგიის და უფრო შემდგომ, ალბათ უფრო ვიწრო სპეციალობის მიმართულებას, თქვენ ძალიან კარგად უნდა იცოდეთ საბუნებისმეტყველო საგნები. პირველ რიგში ბიოლოგია, ქიმია, რასაკვირველია მათემატიკა, უნდა გქონდეს დამოუკიდებლად დასკვნის გაკეთების უნარი. ეს უნარი მოდის ცოდნაზე დაყრდნობით, ხო? თუ არა გაქვს ცოდნა, შესაბამისად ვერ მიიღებ ამ დამოუკიდებლად შენს მიერ გამოტანილი დასკვნა არ იქნება სწორი. უნდა გქონდეს პრაქტიკული მუშაობის უნარჩვევები. სირთულე ალბათ პროფესიის გამოიხატება იმაში, რომ არის ძალიან სწრაფად განვითარებადი. თუმცა ამ სირთულეს მე მთლად სირთულესაც ვერ დავარქმევდი, იმიტომ რომ ალბათ ეს არის ის, რასაც ადამიანი უნდა ესწრაფოდეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ადამიანი ვერ ვითარდება. ანუ თან გიზიდავს ეს სირთულე. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პროფესიის ადამიანებისთვის ძალიან ფართო და სწრაფად იხსნება კარი სწორედ საქართველოში დღეს, როდესაც თუ ჩვენ საუბრობთ დასაქმების პოტენციალზე და სფეროზე, ჩვენ გვაქვს პერსპექტივა და სახელმწიფო ზრუნავს ამაზე და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება წარმოება კვების მიმართულებით, წარმოება ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური პროდუქტების მიმართულებით და რასაკვირველი არის ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა, რომელიც გარემოს დაცვის და გლობალური კლიმატის ცვლილებების მიმართულებით მუშაობს. რჩევა არის მარტივი. იმისათვის რომ მიიღო გადაწყვეტილება, უნდა იცოდე სად ახარ. იმისათვის რომ იცოდე სად ახარ, უნდა ძალიან ბევრი ისწავლო, იკითხო და ნახო.